24 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ზოგად ცხოვრებულთა მონასტრების დამფუძნებლის, წმინდა თეოდოსი დიდის ხსენებას. ეკლესია ასევე ამ დღეს მოიხსენიებს წმინდა თეოდოსის, ტრაპიზუნდელ მიტროპოლიტს. წმინდა თეოდოსი დიდი 424 წელს კაბადოკიაში ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა. თავდაპირველად ტაძარში მედავითნად მსახურობდა. შემდეგ კი სულიერ 8 წლში განსამტკიცებლად წმინდა მამამ წუთისოფლისგან განმარტოება არჩია. ხურვალი ლოცვით განმტკიცებული და სახარებისეული შეგონებებით გამხნევებული ანტიოქიაში წავიდა წმინდა სვიმეონ მესვეტესთან და მისგან მიიღო ლოცვა-კურთხევა. წმინდა თეოდოსიმ თავიდან ერთ-ერთი განდეგილი ბერის მორჩილებაში დაიწყო მსახურება. შემდეგ კათისმას მონასტერში ცხოვრობდა. ბოლოს კი პალესტინის უდაბნოს მიაშურა და იმ გამოქვაბულში დაეყუდა, სადაც იესო ქრისტეს თაყვანისცემის შემდეგ ბეთლემიდან გამობრუნებულ მოგვებს ღამე გაუთევიათ. 30 წელი ცხოვრობდა წმინდა მამა ამ მღვიმეში. წმინდა თეოდოსის მოღვაწეობის ამბავი შემდეგ თანდათან გახმაურდა ხალხში. ღვთისმოშურნე ქრისტიანები უწყვეტ ნაკადად მიდიოდნენ მასთან ლოცვა-კურთხევისა და სულიერი დამოწყვრისათვის. რამდენიმე მათგანს წმინდა თეოდოსმა მონასტერში დარჩენის ნებაც დართო. თანდათან იზრდებოდა წმინდანის ირგვლივ შემოკრებილ ძმათა რიცხვი და ამიტომ საჭირო ხდებოდა მათთვის საცხოვრებლების აშენება. წმინდა მამამ ღმერთს შესთხოვა განეცხადებინა მისთვის თავისი ნება. სასეცხლურში ნახშირი ჩაყარა, ზედ საქმეველი დაადო და ასე მოიარა ყველა სავარაუდო ადგილი, სადაც მონასტერი შეიძლებოდა აშენებულიყო. მაგრამ ვერაფერი იხილა და უკან გამობრუნდა. როდესაც მღვიმეს მიუახლოვდა, უეცრად ნახშირი ნაკორჩხლად იქცა და საქმეველის საამო სუნი გაიბრქვა ირგვლივ. ასე გაცხადდა ღვთის ნება და წმინდანმა სწორედ იქ ააშენა პირველი საცხოვრისი. წმინდა თეოდოსის სავანეში სიხარულით ხებულობდნენ და ნუგეშ ცემდნენ ყველას, ვინც მონასტერში სულიერი საზრდოსთვის მიილტვოდა. წმინდანის ბევრი მოწაფე უდაბნოს გარეთაც მოსაკრეობდა. ზოგმა მეუდაბნოების ღვაწლი ითვირთა, ზოგიც ეპისკოპოსად და სხვადასხვა სავანეთა იღუმენად დაადგინეს. შაბათის მსახურებიდან გათენებამდე იგი ძმებს მღვიძარებაში ამყოფებდა. ლოცვის შემდეგ კი მოციქულთა და ეკლესიის მამათა გამონათქვამებით მოძღვრავდა. ანასტასის ზეობისას იმპერიაში გავრცელდა ევტიქისა და სევერიუსის მწვალებლობა, რომლებიც უთავოებად იწოდებოდნენ საღმრთო საიდუმლოებებისა და სამღვდელო მადლის უარყოფის გამო. ანასტასი მიემხრო ერეტიკოსებს და ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. წმინდა თეოდოსი მართლმადიდებლობის დასაცავად ყველა მონასტრის წინამძღვარი მოიწვია და მათთან ერთად მეფეს წერილი მისწერა, რომელშიც დაგმო მსოფლიო კრებებზე ანათემას გადაცემული ყველა ერესი. იმპერატორი ცოტა ხნით დაცხრა, მაგრამ შემდეგ კვლავ განაახლა დევნა. მაშინ საღმრთო შურით აღზრული წმინდა მამა იერუსალიმში ჩავიდა და დიდი ტაძრის ამბიონიდან შეაჩვენა მწვალებლობა. წმინდანს ღმერთმა წინასწარ ხედვის ნიჭი მიმადლა. მისი ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულებოდა. გვალვის დროს წვიმა გადმოდიოდა ზეციდან, უშვილო დედებს შვილები ეძრეოდათ. სნეულებებისგან ინკურნებოდნენ და განსაცდელებისაგან უვნებლად გამოდიოდნენ. ღირსმა მამამ წინასწარ განჭვრიდა თავისი მიცვალების დღეც. 105 წლის ასაკში, სიკვდილამდე 3 დღით ადრე უდაბნოს ყველა მამასახლის სამ-სამის ეპისკვერი დაუგზავნა ევლოგიად და 3 დღის შემდეგ ყველანი თავისთან მიიხმო. როცა მამები შეგროვდნენ, წმინდა თეოდოსი მოიგიდა ისინი დალოცა, შემდეგ ხელები აღაპყრო და ილოცა ამ სიტყვებით: ხელთა შენ დაუბალო შეგავედრებ სულსა ჩემსა და მიიცვალა. ეს მოხდა 529 წელს. წმინდანი პატივით დააკრძალეს იმ გამოქვაბულში, სადაც მოღვაწეობა დაიწყო. წმინდა თეოდოსი ტრაპიზუნდელი მიტროპოლიტი დაიბადა კასტორიის მთების მახლობლად სოფელ კორიცაში. 18 წლისა ათონზე დაემკვიდრა ფილოთეოსის სავანეში, სადაც მოსაგრე მკაცრი ცხოვრებით ცხოვრობდა. წმინდანი ჯერ სავანის იღუმენად აირჩიეს, შემდეგ კი ტრაპიზუნდის მიტროპოლიტად დაადგინეს. წმინდა თეოდოსი მშვიდობით მიიცვალა მე-16 საუკუნეში. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნების წარდგინებას მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ უმასპინძლა. დაწესებულების ხელმძღვანელმა საზა ვაშაყმაძემ შეკრებილ საზოგადოებას 4 გამოცემა გააცნო. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, პირველი კრებული რელიგიის თავისუფლების შესახებ გაეროს, ევროსაბჭოს, ვენეციის კომისიისა და ოსლოს კოალიციის მიერ შედგენილ დოკუმენტებს მოიცავს. მეორე ნაშრომში დაინტერესებული პირები რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ რუმინეთის, ბულგარეთის, ავსტრიის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და ბელარუსის კანონმდებლობას გაეცნობიან. შემდეგი გამოცემა კი საგანგებოდ საჯარო მოხელეებისთვის შეიქმნა. მეოთხე წიგნი კონფერენციის ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისთვის მასალებით გამოიცა. 4 გამოცემა მომზადდა, ერთი გახლავთ ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის, რომელიც კონფერენციის მასალებით დაფუძნდა და ჩამოყალიბდა და ფაქტურად მივიღეთ ნაშრომის სახით
დღეს ერთი გახლავთ საჯარო მოხელებისათვის სამაგიდო წიგნი, სადაც ფაქტობრივად მთელ საქართველოს მასშტაბით ამ 200 ჩინოვნიკს, ასე ვთქვათ, დაურიგდება და თითო გამგებლობაში, საკრებულობაში მინიმუმ თითო კაცი სამაგიდო წიგნის სახით იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება მეორე და მესამე ტომს, ეს პუბლიკაცია სერია რელიგია და სამართალი სააგენტოს მიერ მომზადებული ამ ფორმატში გამოიცა გაეროს ევროსაბჭოს ეუთოს სოციალური დოკუმენტები რელიგიის თავისუფლებაზე, რომელიც მოიცავს ახალი რელიგიური ორგანიზაციების შექმნას, რელიგიური განათლება, ფინანსური და კონტროლური საკითხები რელიგიური ორგანიზაციების, ადამიანის უფლებები ერთის და რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობა და რეგისტრაციის წესი. და რაც ყველაზე საინტერესო გახლავთ მესამე ტომში, გახლავთ ეს, რომელიც გულისხმობს სპეციალური კანონის არსებობას სხვადასხვა ქვეყნებში. ესეთია რუმინეთის, ბულგარეთის, ბალტიის ქვეყნების, ავსტრიის, ჩვენი მეზობელი ქვეყნების, მათ შორის მოლდავეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის. იმიტომ რომ იქაური გამოცდილება და ასე ვთქვათ, ცოდნა ბუნებრივად წაადგება ქართულ სახელმწიფოს და მათ შორის სააგენტოს და ჩვენ საზოგადოებას. ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები, სხვადასხვა რელიგიური კონფესიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა ნაშრომების არსებობის მნიშვნელობასა და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე იმსჯელეს. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოვისმინეთ და დიდი ყურადღებით გავეცნობით იმ მასალას, რომელიც დღეს მოგვაწოდეს რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა. მათ საკმაოდ დიდი შრომა გაუწევიათ ამისათვის და საპატრიარქოს წარმომადგენლები, როგორც ნახეთ, ვიყავით წარმოდგენილები დღეს ამ შეხვედრაზე. ვაყოფილები დავრჩით და ვუსურვებთ ჩვენს ქვეყანას წარმატებებს, რათა რელიგიური კლიმატი ჩვენს ქვეყანაში იყოს ჯანსაღი, რომ ჩვენმა საზოგადოებამ თავი დაცულად იგრძნოს, რომ არ მოხდეს ჩვენს ქვეყანაში რელიგიურ ნიადაგზე ექსტრემიზმის ან რაიმე სხვა სახის დაპირისპირების გამოვლინება. რელიგიურ საკითხთა სააგენტოს უნდა უთხრათ მადლობა, რომ პერიოდულად ატარებს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს, როდესაც რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები, ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან და საკმაოდ საინტერესო აზრი და გაცვლა-გამოცვლა ხდება. ყველაფერი ეს ემსახურება სტაბილურობას, ურთიერთგაგებას არა მარტო კონფესიების ლიდერებს, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებს შორის და დასაფასებელია ესეთი ძალისხმევა. მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ინიციატივაა სხვა ქვეყნებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილების გამოქვეყნება. ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ თუ რა მდგომარეობაა სხვაგან რელიგიის თავისუფლების მიმართულებით და როგორ ხერხდება სხვადასხვა პრობლემის აღმოფხვრა. თუ გავითვალისწინებთ, რომ გლობალიზაციის ეპოქაში ვცხოვრობთ, საჭიროა ერთმანეთის გამოცდილება და საუკეთესო მაგალითები გავიზიაროთ. თურქული მხარე აქტიურად თანამშრომლობს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან და პატივს ვცემთ მათ მიერ გაწეულ სამუშაოს. საერთაშორისო გამოფენა მწვანე კვირეულის ფარგლებში, ქალაქ ბერლინში, სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმი გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიიღო მონაწილეობა. გლობალური ფორუმის მონაწილეებმა წყლის, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსის სწორ გამოყენებასა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა სამუშაო სესიები, სადაც მხარეებმა რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით წყლის რესურსებზე წვდომასა და ამ კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ტყვეებისა და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმის ფარგლებში მონაწილეობას იღებს ფაქტურად მსოფლიოს ყველა სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომლის ფარგლებშიც მიღებული იქნება ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკე წყლის რესურსების გამოყენებაზე, წყალი როგორც უმნიშვნელოვანესი რესურსი სოფლის მეურნეობისთვის, იმისთვის, რომ გამოვყვებოთ მსოფლიო და გადავჭათ სასურსათო უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. გლობალური ფორუმის ფარგლებში ჩვენ გვქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი სამუშაო სესია, სადაც წყლის რესურსების ნაკლებობაზე, ჭარბწყლის რესურსებზე ან წყლის რესურსებზე წვდომაზე იყო მსჯელობა იმისთვის, რომ იცით, წყალი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი სოფლის მეურნეობის ეფექტური წარმოებისთვის. ეს ფორუმი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. პრაქტიკულად ამ ფორმატის შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრებისა მსოფლიოში არსად არ იმართება და ძალიან გასახარია, რომ საქართველოს ტრადიციულად ყოველთვის მონაწილეობს ამ ფორუმის მუშაობაში. წლევანდელი ფორუმი ეხება უაღრესად მნიშვნელოვან პრობლემას, წყლის რესურსების გამოყენებას, წყლის რესურსების უსაფრთხოებას იმ სფეროს, რომელშიც საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.
ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდში წმინდა მოციქულთა სწორ ქალწულ ნინოს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო დოკუმენტებია დაცული. საცავში წარმოდგენილი მასალებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია გამოკვეთილი კალიგრაფიული მხედრულით შესრულებული ხელნაწერი. გამოცემა წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებულ მოვლენებს ასახავს. როგორც ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი ქეთევან ასათიანი განმარტავს, დოკუმენტი კარბელაშვილების ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა და მინაწერიც აქვს. ჩვენ უყურებთ ცხოვრება და მოქალაქეობა ღირსისა და მოციქულთა სწორისა ნეტარისა ნინოსი კვალკურთხე მამა და შემდეგ უკვე იწყება ჩვენთვის კარგად ცნობილი ცხოვრება წმინდა ნინოს. ოღონდ ნაწერი მხედრულად. ეს ხელნაწერი ეკუთვნოდა კარბელაშვილებს და წინა აქვს მათი ისეთი ტრადიციული პატარა კვლევები, რომლებიც კარბელაშვილებთან დაკავშირებულ ხელნაწერებს ახლავს ხოლმე თან. წმინდა ნინო დაიბადა 261 წელს, იერუსალიმში მივიდა 275 წელს. იერუსალიმიდან ეფესოში წავიდა 287 წელს, დარჩა 282 წლამდე და აქედან თუ არ ვცდებით ჩამოსვლაზე საუბრობს, ეს არის დაახლოებით 295 წელი. ეს არის კარბელაშვილის გათლები, რასაც პირველია. ეროვნულ არქივში ინახება ხელნაწერი, რომელიც დაახლოებით მე-16 საუკუნით თარიღდება. გამოცემაში წმინდა ნინოს ხსენებასთან დაკავშირებული ღვთისმსახურებაა წარმოდგენილი. სპეციალისტების განმარტებით მსგავსი დოკუმენტი იშვიათობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ის განსაკუთრებულ შესწავლას საჭიროებს. განსაკუთრებით უნდა გავუსვათ ხაზი ამ ხელნაწერს, იმიტომ რომ შედარებით ადრეული არის, ნუსხურად არის ნაწილი კალიგრაფიული ნუსხურით, შემკული სინგურით და ისეთი დეკორირებული საზრდაო ასოებით. არის უნდა იყოს დაახლოებით მე-16 საუკუნის ხელნაწერი. და ძალიან ღირებულია რასაკვირველია. სამწუხაროდ ძველი მსახურებები ქართველი წმინდანებისა და საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებული წმინდანებისა ძალიან ცოტა არის შემორჩენილი. ძალიან ბევრი მათ შორის სამეცნიერო მიმოქცევაში, მიუხედავად იმისა, რომ არის აღწერილობები, სამეცნიერო მიმოქცევაში ჯერჯერობით არ არის შესული ამ ეტაპზე მიმდინარეობს კიდევ ერთი პროექტი ეროვნულ არქივში, ეს არის ხელნაწერთა აღწერილობის პროექტი, მიმდინარეობს დაწვრილებითი აღწერილობა და ამ აღწერილობის ფარგლებში ხდება სწორედ ამ ტექსტების შესწავლაც, ამ ხელნაწერების შესწავლაც და საზოგადოებისთვის მიწოდება. აღსანიშნავია, რომ ქართულ წმინდანთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ხელნაწერები იქმნებოდა როგორც ბიბლიოთეკებისა და ტაძრებისთვის, ასევე პირადი არქივებისთვის. ჩემი სოფლის ორღობის ნამიალო ბილიკო, ჩემო დამტირებელო, გაწეწილო ტირიფო, მთების მწვანე საკინძებ, მზის ღილებით შემკულო, ვაზის ლერწო ათასჯერ ჩაგრეხილო, ჩაწნულო, ლურჯიის სურნელით გათანგულო ჭალებო, ჩემო შარახვეტია, ყვინბაზო ქარებო, ლიაღს გატირებულო წყარო თვალებ მზიანო, რიყევ ჩემი ბავშვობის, ჩემი სულის ზიარო. ეს სტრიქონები პოეტ ციცინო ბაბუციძეს მშობლიური სოფლის მონატრებამ დააწერინა. ამბობს, რომ აჩაბეთის ბილიკებისთვის ლექსის მიძღვნა ყოველთვის სურდა, თუმცა მხოლოდ მაშინ მოახერხა, როდესაც მას დიდი ხნით და არა ნებაყოფლობით დაემშვიდობა. აჩაბეთი ერქვა ჩემს სოფელს და ვცხოვრობდი მერე ცხინვალში, ოჯახი ცხინვალში მყავდა და ერთი სველი ბილიკი იყო, ჩემი სახლიდან იწყებოდა და ჭალაში მთავრდებოდა და სულ სველი იყო ეს ბილიკი და ძალიან ბევრჯერ მინდოდა მიფერებოდი რამე დამეწერა, მაგრამ სანამ დევნილი არ გავხდი, ვერ დავწერე და იმ მონატრებამ დამაწერინა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საოცარი ლექსი. უკვე 24 წელია ციცინო ბაბუციძე ოჯახთან ერთად ცხინვალიდან მოშორებით ცხოვრობს. როგორც ამბობს, დევნილობის რთულ გზას მშობლიურ კუთხეში დაბრუნების იმედით გადის. 4 ვაჟიშვილს დროებით დაკარგული მხარის სიყვარული ბავშვობიდანვე ჩაუნერგა და დღემდე ისტორიული კუთხის ღირსშესანიშნაობებზე ესაუბრება. გარკვეული დროით, ალბათ ძალიან დიდი ხნით დროით არ მინდა ვიხმარო სიტყვა ვერასოდეს. არ შემიძლია შევეგუო იმაზრს, რომ ჩვენ იქ აღარ დავბრუნდებით, იმიტომ რომ ფაქტიურად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი თაობის ხალხი თითქმის არ წამოსულან, ჩვენ ისე ვიქ ვცხოვრობთ, იმ ოცნებებით, იმ ბილიკებით დავდივართ, იმ გზით დავდივართ, იმ სიყვარულით ვცხოვრობთ ისევ და ვცდილობთ, რომ ხშირად შევხვდეთ ერთმანეთს და რაღაცნაირად ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეს სიყვარული ჩვენს შვილებშიც ჩაგვედო. შიდა ქართლის ისტორიის 4ტომეული წლებია, რაც ციცინო ბაბუციძის ოჯახის სამაგიდო წიგნია. ამბობს, რომ თითოეული ქართველი კარგად უნდა იცნობდეს იმ ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, რომლებიც სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ბავშვი და ქართლი. 4 ტომად გამოვიდა ეს წიგნი და სადაც მივდივარ, თითქმის ყველგან თან დამაქვს, იმიტომ რომ ძალიან მინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ აი ამ 4 ტომში განთავსებულია იმ ციხე კოშკების და ტაძრების ნუსხა, რაც იმ ვითომ და პატარა მიწაწყალზე დარჩა. ძალიან დიდგულა მხარე გქონდა ჩვენ მხარგაშლილი, არაჩვეულებრივი. ეს მარტო ჩვენი სამაჩაბლუელების ან და აფხაზეთიდან დევნილების ისტორია ხომ არ არის? ეს არის მთელი საქართველოს ისტორია. ციცინო ბაბუციძეს ლექსების წერა მშობლიური კუთხის დაკარგვით გამოწვეულმა ტკივილმა დააწყებინა. ამბობს, რომ პოეზიით ეხმიანება იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში დევნილები გახდნენ. იმასაც ამბობს, რომ წერით ყველა იარას იშუშებს და დაბრუნების იმედს სხვასაც usახავს. მოთმინება გაზაფხულიდან მოვა. ასე ჰქვია კრებულს, რომელშიც ციცინო ბაბუციძის ლექსებია შესული. თითქოს ამ ტკივილმა ამომადგმებინა თავიდან ჩემი ქვეყნის ტკივილმა და მონატრება იმ კუთხის საერთო უბედურებამ, რაც მოხდა ზოგადად საქართველოში. მაქვს ლირიკაც, საბავშვო პოეზიაც და მიხარია, რომ ადამიანების გარკვეულ ნაწილს რაღაც სიხარულს ვანიჭებ. მხოლოდ ჩემი ლექსებით შემიძლია ვიხეტიალო ჩემს ქალაქშიც, ჩემს სოფელშიც, ხეობაში და ლექსებით მივეფერო იმ ადამიანებს, რომლებიც იქით დარჩნენ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს ვენატრებით. როდესაც მშობლიური კუთხე დატოვეს, ერეკლე რამდენიმე თვის იყო. მირიანი კი 3 წლის. როგორც ციცინო ბაბუციძის შვილები ამბობენ, ცხინვალი არ ახსოვთ. თუმცა კარგად ახსოვთ ის ემოციები, როდესაც უკვე წლების შემდეგ მშობლიურ სახლკარს ჩააკითხეს და ნანახით განცვიფრებულები დარჩნენ. ამბობენ, რომ დაბრუნების იმედი არასოდეს დაუკარგავთ. როცა პატარა ხარ, სახლთან შენი დამოკიდო, შენაირად რაღაცა ბავშვი რო წარმოგიდგენია სახლი, როგორ შეიძლება იყოს. როცა ყვებოდნენ სახლის შესახებ, წარმომედგინა მეც რომ ეს სახლი იყო რაღაც დიდი ლამაზი. პირველად რომ ჩავედით იქ და ღობეზე გადავახედეს, ეს იყო პირველი ალბათ ყველაზე დიდი შოკი ბავშვობაში, რაც მიმიღია, რომ ეს არის დედა ჩვენი სახლი. ტყეში ვცხოვრობდით და დიდი ხეები იყო სახლში ამოსული. ძალიან განვიცადე მაშინ, მაგრამ დღემდე ისე მოვედით, რომ ოჯახური სითბო არ მოკლები არავის აბსოლუტურად. ცხინვალელებად გავგზარდეთ. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს გვიცხოვრია ცხინვალში, მე შემიძლია ვთქვა, მირიანს ცოტა გამოცდილება აქვს ცხოვრების. 25 წელია რაც აქ ვცხოვრობ და არასოდეს მithქვამს, რომ მე თბილისელი ვარ. ყოველთვის ვამბობ, რომ მე ცხინვალელი ვარ.